დაამნიშნულოვანია, რომ მედიაც აქტიურად ჩაერთოს, როგორც ძალა საზოგადოებამდე ინფორმაციის მიტანის ხერხი და საშუალება. ელელიანი იქნება, ვფიქრობ, ერთ-ერთი ისეთი ოჯახური ტიპის გამორჩეული მაღალი სტანდარტის სახლი, არა მხოლოდ ხანდაზმულებისთვის, არამედ შუახნის ადამიანებისთვისაც, ანუ 65+-ევით ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ხანდაზმულები არ არიან და შენთვის 60-ის კი ვარ უკვე და ჩამაბარებთ. ვართ ახლა ამჟამად რემონტის დასრულების პროცესში და აგვისტოს შუა რიცხვებიდან უკვე გაიხსნება, არის მცხეთაში. ყავს უკვე შერჩეული გადამზადებული პერსონალი, იქნება დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ სასტუმროს ტიპის ოჯახური გარემოს სახლი 50 მაცხოვრებლისთვის. არის როგორც ინდივიდუალური ნომრები, ასევე არის ორადგილიანი ნომრები, მათთვის ვისაც თქვათ არ უნდა მარტო ყოფნა, ან ოჯახის ორი წევრი შეიძლება მოვიდეს და იმუშავებს სამი ძირითადი მიმართულებით. ერთი არის დემენცია, ალცჰეიმერი, ცალკე ფლიგელებია ამისთვის, ერთი არის ხანგრძლივი საექცნობოულად და პალიატიური ზრუნვა და მესამე არის უბრალოდ დასვენება, თქვათ შეიძლება ვიღაცას მოუნდეს, რომ ოჯახის წევრი, რომელსაც არაფერი არ აწუხებს, უბრალოდ შუახნის არიან ხანდაზმულია, დატოვოს რამდენიმე დღით, ან ერთი კვირით, ან ერთი თვით და დასასვენებელ ადგილას იყოს, სადაც თქვათ მოემსახურებიან ადამიანები, ვინც მათზე იზრუნებენ, ექთნები თუ ექთნის დამხმარეები და ასე შემდეგ და შეუძლია მის ოჯახის წევრს იყოს მშვიდად, რომ არის სანდო და მზრუნველ გარემოში თავისი ოჯახის წევრი. სანდო და მზრუნველი გარემო არის ჩვეულებრივია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი რაც არის, მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში და მე და ჩემ მეგობრებს ძალიან ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე. მე და ერთ-ერთ ჩემ მეგობარს სხვა შორის ჰქონდა ეს იდეა, რომ ხوار გავაკეთოთ აი სამეგობროსთვის ეგეთი სახლი, იმისთვის რომ მოვხუცდებით, ყველა ერთად წავიდეთ. რაღაც ესეთი იდეალისტური ის ხონდა რა თქმა უნდა. ეხლაც უსაუბრობთ ხოლმე ამაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცნაირად აი შენს თანამოაზრეებთან, შენი ასაკის ადამიანებთან ერთად ხარ, ხო? იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში საქართველოში არის ხო სოციალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაცნაირად საქართველოში განსაკუთრებით მინდა ვთქვა, იმიტომ რომ უცხოეთში მოხუცები ძალიან აქტიურები არიან ხოლმე და საქართველოში ნაკლებად. აი რაღაცა ჩაკეტილები არიან ხოლმე სახლში, კი ოჯახის წევრები არიან, შვილიშვილები და ასე შემდეგ, მაგრამ ნაკლები სოციალიზაცია აქვს, ხო, ნაკლებად გადიან გარეთ, ნაკლებად ხდებიან მეგობრებს და ასე შემდეგ და მე მგონი ის მითები რაღაც, რომელიც არის საქართველოში, რომ ხა დედას როგორ ჩავაბარებ თუ ბაბას როგორ აქ ჩაბარებაზე არ არის საუბარი. უკეთესი გარემოს შექმნაზე შენი მშობლისთვის, რომელსაც შეიძლება ბევრად უფრო, ესე ვთქვათ, საინტერესო გარემო შეუქმნა, ვიდრე შენს ოჯახში, ხო? აი ნიკარას. ხო, ინსპირაციის წყარო ერთ-ერთი ეგ იყო ჩვენთვისაც, რომ მე ვიძახი, რომ დავბერდები, უნდა წავიდე იქ, თქო, ჩემ მეგობრებთან ერთად და ჩვენ მეგობრებს რამოდენიმე მეგობრებს ეს ასე ვთქვათ, დაგეგმილი გვაქვს, რომ დაგეგმილი გვაქვს, რომ იქ მოვხვდეთ და ხო, იმიტომ რომ სოციალიზაცია გვჭირდება და იქ როდესაც სოციალიზაცია დაგვაკლდება და ეს ბებიაჩემზე მქონდა ეგ განცდა ძალიან ისე 97 წლის იყო რომ გარდაიცვალა, სანამ იყო ფიზიკურად აქტიური ვეღარ იყო, მაგრამ კითხულობდა, სულ რაღაცას სწავლობდა, ცდილობდა, მაგრამ ხედავდი, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხი აღარ ქონდა ისეთი, როგორც შეიძლება ქონდეს, თუ სოციალიზაციის, ასე ვთქვათ, საშუალება აქვს თავისნაირ ადამიანებთან რა და ეგ ძალიან მაკლდა და ერთ-ერთი მეორე ინსპირაციის წყარო, როდესაც ნინომ და მე ამაზე საუბარი დავიწყეთ და კიდე ერთმა ჩვენმა პარტნიორმა ეგ იყო, რომ ეს ასე ვთქვათ ამის საშუალება გაგვეჩინა. მე ჩავატარეთ კვლევა. კვლევამ საკმაოდ საინტერესო შედეგები მოგცა. ნახევარი კვლევაში, ასე ვთქვათ, ნახევარი გამოკითხულების იძახდა, რომ ძალიან კაია ვარა, მაგარია და აუცილებლად თუ საჭიროება მექნა გაუშვებ მშობელს იქ და მეორე ნახევარი, ასე ვთქვათ, კატეგორიულ ვარზე იყო, რომ როგორ შეიძლება მშობელი გადააგდო და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მიზანი ამ პროექტის ასევე არის, რომ სტიგმა დავანგრიოთ, იმიტომ რომ სხვა შეუძლებელია, უნდა მოხდეს ეს ახალს არ ვიგონებთ აქვს და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს
სერვისი არსებობს და უნდა არსებობდეს კიდეც, ხო? და საინტერესო კიდე რაც ხდება, ეხლა ჩვენც ამაზე ამ პროექტზე მუშაობდით, ეხლა ეს კომერციული პროექტია თავისთავად, ხო? და როდესაც ამაზე მუშაობდით, ჩვენი ფიქრები იყო იქ, რომ აქ ძირითადად მოგვაკითხავენ ადამიანები, ვისაც მაღალი საჭიროება აქვს ამისი, ასე ვთქვათ, ალცჰაიმერი, დემენცია, პოსტინსულტი, ასე ვთქვათ, და ვისაც მოვლის მაღალი საჭიროება აქვს. თუმცა ეხლა, როდესაც ასე ვთქვათ, გაიხსნა ზარების მიღების საშუალება გაჩნდა, იქ შემოდის საკმაოდ ბევრი ზარები, ნინო, ჩემზე უკეთესად გეტყვით, სადაც ადამიანები ეძახიან, რომ არაფერი არ მჭირს, მაგრამ მინდა რომ იქ ვიყო, რომ სადაც რაღაც ესეთი გარემო იქნება, სადაც სოციალიზაციის საშუალება მექნება. დას არ დავასახელებთ, ჩემი უახლოესი ნათესავი იმის გამო, რომ სახლში მიდიოდნენ უცხოეთში, დაატოვეს რამდენიმე დღით, ასეთი იყო არსებობს სხვა. და ისე მოიწონა სახლში რომ მოწყენილი და მარტოა და ყველა ისე უყურეს, რა ქვია, როგორც დამღლელს. იქ ისე მოეწონა რომ მოაკითხეს წასაყვან აი ხო იცი მიკროტიშანი რო წეყვას დაში არ მიყვებოდა ჩაემღაუჭა მაგას ვის დააბრუნეს სახში და ეხლა გასაგებია რომ ვიღაცას როგორც თქვი კატეგორიულად არ მოუნდება და თვითონ ამაზე ფიქრი და ამის ხმამაღლა თქმაც კი ეუხერხულება ან საერთაშორისო ამაზე ლაპარაკი მაგრამ რა თქმა უნდა ადამიანების ნაწილი არსებობს ჩვენი ქვეყანაშიც გაჩნდნენ რომლებიც თვლიან რომ მარტო რო იყოს სახში არავინ ელაპარაკებოდეს და ეწამებოდეს ამას ჯობია რომ სოციალიზაციის ისა რა ქვია აქტიური სოციალიზაცია გასაკვირიც არ არის დღეს რომ არ უნდა დღეს ეს სერვისია ფაქტიურად არ არსებობს ან არსებობს ისეთი ხარისხით სამწუხაროდ რომელიც ყველას მიუღებელი იქნება და მართლა არ მოგინდება წასვლა ამიტომ არ მიქნის სახლები არის სრულად დატვირთული რაც არსებობს დღესდღეობით და მოთხოვნა არის კი იმიტომ რომ ალცჰაიმერის შემთხვევაში მაგალითად მოვლა იცით რომ ძალიან რთულია სახლში სახლის პირობებში და არც ისეთი იაფი არ ხდება თქვა 24 საათიანი მომვლელი რო ყავდეს და შეისე რო აჭამო ადამიანს როგორც მას ჭირდება შესაბამისად რა ვიცი ეხა ესე მარტო ყოფნას მომვლელთან ერთად რასაკვირველია უმჯობესია რომ სოციალიზებული იყოს ეს ადამიანი ჰაერზე გასეირნების შესაძლებლობა ქონდეს ჩართული იყოს იგივე რა ვიცი კითხვის კლუბში თუ ცეკვის აუცილებლად გვექნება ცეკვის კითხვა კი ბატონო და რა ვიცი დავინახე დომინო და ისა და ჭადრაკი დაამატეთ რომ მოვა ჭადრაკი დამაღვდე